2025 წელს მსოფლიო პოლიტიკაში ძველი თამაშის წესები შეირყა. ზავებმა, ახალმა ომებმა, სკანდალებმა და ეკონომიკურმა დაპირისპირებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ირყევა და იცვლება. ამ ვიდეოში კი გადავხედოთ გასული წლის მთავარ მოვლენებს. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. 2025 წელი დაიწყო დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით და მისი დაბრუნება თეთრ სახლში მყისიერად დაისახა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო პოლიტიკაზე. პირველივე თვეებიდან ადმინისტრაციამ გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა, მექსიკის საზღვრიდან შეწყდა არალეგალების შემოსვლა, დაიწყო არალეგალების მასობრივი დეპორტირება, თავშესაფრების შეზღუდვა და სამხედროების გამოყენება საზღვრის გასაკონტროლებლად. ტრამპმა პანამის არხის დაბრუნების და გრენლანდიის დასაკუთრების სურვილი გამოთქვა, რაზეც დეტალურად ამ ვიდეოებში ვისაუბრებ. ეს ერთი შეხედვით აბსურდული იდეები კი რეალურად ასახავს ტრამპის ამერიკის სურვილს გააძლიეროს კონტროლი გლობალურ სავაჭრო და სტრატეგიულ გზებზე, განსაკუთრებით ჩინეთის წინააღმდეგ. ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გეოპოლიტიკური მეტოქეობა გასულ წელს მნიშვნელოვნად გამწვავდა და გაძლიერდა. ამ კუთხით ყველაზე დასამახსოვრებელი იყო სატარიფო რეჟიმის დაწესება ამერიკის თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორზე, განსაკუთრებით კი ჩინეთზე. თუმცა ამერიკის კოლოსალურად გაზრდილ საბაჟო გადასახადს ჩინეთმაც ანალოგიურად უპასუხა. პეკინმა ვაშინგტონს თავისი ძლიერი მხარე დაანახა, გაამკაცრა ექსპორტის კონტროლი იშვიათ მიწის ელემენტებსა და მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე და შეაჩერა ამერიკული სოიოს მარცვლების შესყიდვები, რითაც ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობის ეკონომიკას შეერთებულ შტატებში. საბოლოოდ მხარეებმა ეს საკითხები სამხრეთ კორეაში შეხვედრისას მოაგვარეს და ეს სავაჭრო ომი დასტაბილურდა, თუმცა დროებით და არა საბოლოოდ. 2025-ში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კრიტიკული მიწა ელემენტების უდიდესი როლი ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ეპოქაში. სწორედ ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისათვის სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ იშვიათი მიწა ელემენტების მოპოვების უფლება მოილაპარაკა, რასაც სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. გაგახსენებთ ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპისა და ჯეიდი ვანსის დაპირისპირებას თეთრ სახლში, კამერების წინ, სადაც ტრამპმა ზელენსკი მესამე მსოფლიო ომის ბედით თამაში, ვანსმა კი უმადურებაში დაადანაშაულა. ასევე გვახსოვს, როგორ უწოდა ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი, რაც შემდეგ საჯაროდვე გადათქვა. ამ ინციდენტს კი მოჰყვა ზელენსკის ბოდიში და განცხადება უკრაინის სრულ მზადყოფნაზე მშვიდობის მოსალაპარაკებლად. გასული წლის საჯარო სკანდალებში არ უნდა გამოხრჩეს ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება, რომელიც საბიუჯეტო კანონმდებლობაზე უთანხმოებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკის დოუჯი ამერიკის ბიუჯეტის დაზოგვასა და ბიუროკრატიის შემცირებას ცდილობდა, რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი ბიუჯეტი კიდევ უფრო ზრდიდა სახელმწიფო დანახარჯებსა და ვალს. ეს განსხვავებები კი ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ტრამპმა და მასკმა ერთმანეთზე ბევრი ინტრიგა გააჟღერეს საჯაროდ, თუმცა საბოლოოდ ისინი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე გვერდიგვერდ ვიხილეთ. გასული წლის სკანდალებს შორის ჩვენი მაყურებლისათვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა შეერთებული შტატების ჰუსიტებზე თავდასხმის საიდუმლო გეგმა, რომელმაც შემთხვევით გაჟონა. ჟურნალ ატლანტიკის მთავარი რედაქტორი ამერიკის მაღალჩინოსნების დახურულ ჩატში აღმოჩნდა, სადაც ტრამპის კაბინეტის წევრები იემენზე შესაძლო თავდასხმის გეგმას განიხილავდნენ. ჩატის აუთენტურობა თეთრმა სახლმა დაადასტურა და ამ ინციდენტს რამდენიმე მრჩევლის გათავისუფლებაც მოყვა. ცნობისთვის, ამ თემაზე ჩვენი ვიდეო 90,000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. ამიტომ არ გამოდავოთ. ყველაზე სარისკო და ეფექტური თავდასხმა 2025 წელს შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე განახორციელა. ექსპერტები დიდი ხანი საუბრობდნენ, რომ ირანი ურანს ამდიდრებდა ატომური იარაღის შესაქმნელად. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კი ეს პრობლემა საჰაერო თავდასხმით გადაჭრა. ირანის მხრიდან იყო საპასუხო იერიშის მუქარა, მაგრამ ამას შემდგომი ესკალაცია არ მოჰყოლია. სამაგიეროდ ესკალაცია მოჰყვა აპრილში ფაჰალგამში ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც 26 ინდოელი ტურისტი ემსხვერპლა. ამ ინციდენტმა კი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული მრავალწლიანი დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის განახლებულმა შეტაკებებმა საერთაშორისო საზოგადოება შეაშფოთა, თუმცა მხარეები დაზავდნენ და კონფლიქტი აღარ გამწვავებულა. ამასობაში პაკისტანმა საუდის არაბეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა. ამით პაკისტანს საუდის არაბეთის ფინანსების გამოყენების საშუალება მიეცა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ხოლო საუდის არაბეთმა მიიღო ბირთვული უპირატესობა ბირთვული იარაღის გარეშე. ეს ნაბიჯი კი მოჰყვა ისრაელის თავდასხმას ჰამასის ლიდერებზე კატარში, რასაც ადგილობრივი მსხვერპლი მოჰყვა.
ეს კი იმ დროს, როცა კატარი ისრაელსა და ჰამას შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებას ცდილობდა. ამ ინციდენტმა საერთაშორისო და განსაკუთრებით შეერთებული შტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკის რეპუტაციისათვის სულ არ იყო სასარგებლო მის სამხედრო პარტნიორ კატარში ისრაელის ბომბის ჩამოვარდნა. ამის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს ბოდიშის მოხდაც მოუწია თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. საბოლოოდ 2025 წელს ისრაელი და ჰამასი დაზავდნენ დონალდ ტრამპის მედიაციისა და მრავალი პარტნიორი ქვეყნის ჩართულობის შედეგად. მძევლები და პატიმრები დაბრუნდნენ სახლში, ცეცხლი შეწყდა და ისრაელი დათანხმდა ღაზას სექტორის დემილიტარიზაციას. ხელშეკრულება აღიქმება მნიშვნელოვან ნაბიჯად პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისაკენ. ამიტომ დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას 2026 წელს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზავი დაიდო ჩვენს რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანმა სამხედრო გზით დაიბრუნა ტერიტორიები, ხოლო სომხეთმა დაიწყო ურთიერთობების ნორმალიზება აზერბაიჯანთან. ტრამპის ინიციატივით ზანგეზურის დერეფანს გადაერქმევა და ეწოდება ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აღორძინებისათვის, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამარტივოს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობა შუა დერეფნის საშუალებით, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით. ტრამპის ადმინისტრაცია მთელი წელი ცდილობდა უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე მოლაპარაკების მიღწევას. ტრამპი და პუტინი ალასკაშიც კი შეხვდნენ პირისპირ, თუმცა 2025 წელი ზავის გარეშე დასრულდა. ბოლო ინფორმაციით მოლაპარაკებები საბოლოო ფაზაშია შესული, ამიტომ 2026 წელს ისევ ველოდებით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას. გასული წლის მანძილზე ჩვენი დეტალური ვიდეოები ამ მნიშვნელოვან მოვლენებზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. თუ რომელიმე თემაზე მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, არ გამოტოვოთ ეს ვიდეოები. თითოეულის ლინკი აღწერაში გელოდებათ. გამოიწერეთ ჩვენი არხი ცნობისთვის და დარჩით ინფორმირებულები 2026 წელსაც. მიიღეთ ფაქტებზე დაფუძნებული გლობალური მოვლენების ანალიზი პირველმა YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, Spotify-ზე და რა თქმა უნდა, ჩვენს ვებგვერდზე fyigeo.com. ჩვენ კი შევხვდებით ამ ვიდეოში.